გამარჯობა თანამებრძოლებო. ბრუნდებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი, სადაც გაიგებთ ყველაზე საინტერესო სიახლეებს MMA სამყაროში. ამიტომ გაიმსადეთ ჩაი და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მებრძოლი ილია თოფურია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული MMA გამოცემის MMA Junkies აზრით წლის საუკეთესო მამაკაცი მებრძოლია. როგორც გახსოვთ, MMA Award-მა 2023-24 წლის საუკეთესო მებრძოლად ალექს პერეირა დაასახელა. თუმცა უამრავი მებრძოლის თქმით, სწორედ ილია უნდა დასახელებულიყო. არა უშავს, ილიას კიდევ უამრავი მსგავსი ტიტული წინ აქვს. მაგრამ ილია არ არის ერთადერთი თოფურია, რომელსაც UFC-ს დაპყრობა სურს. სულ მალე 9 თებერვალს UFC-ს სუპერ სუბუქ წონაში ბრძოლას გამართავს ილიას ძმა, ალექსანდრე თოფურია, რომელიც კოდი ჰადონს დაუპირისპირდება. კოდის UFC-ში ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. რა შეგვიძლია რომ თქვათ ამ ბიჭზე? UFC-მდე მას 5 ნოკაუტი და 2 საბმიშენი ჰქონდა. ერთი შეხედვით ხელწამოსაკრავი მებრძოლი არ არის. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ალექსანდრესთვის იდეალური მეტოქეა, რომ ისი სადებიუტო ბრძოლა მისივე სტილში ნოკაუტით დაასრულოს. და ის ჰაიპი, რომელიც ილიას გარშემოა, ნამდვილად წაეხმარება შემდეგ ბრძოლაში მარტივად ტოპ მებრძოლებთან ჩხუბის მოპოვებაში. ხოლო ვინც არის ალექსანდრეს შესახებ გეტყვით, რომ მას 5 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. მაგრამ ეს მარცხი დიდი ხნის წინ 2015 წელს განიცადა. მას შემდეგ დიდი პაუზა იყო და 2021 წელს დაბრუნდა და ზედიზედ 3 პირველი რაუნდის ნოკაუტით გაიმარჯვა. გახსოვთ ალბათ ილიას საუბრებიც, როცა ამბობდა, რომ მისი ძმა ალექსანდრე მასზე ბევრად უკეთესი იყო და ოლდოდ დავნახოთ რა იქნება. თუმცა რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრეს სახით საქართველოს სულ მალე კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლება. ცოტა ხნის წინ ილია თოფურიას მწვრთნელმა ისაუბრა, რომ ილიას ქვემსუბუქ წონაში ბრძოლა აღარ სურდა და რომ ერთით მაღალ წონაში მსუბუქში ჩარლზ ოლივეირას გამოწვევა სურდა, რასაც ოვაციებით შეხვდნენ ქვემსუბუქი წონის მებრძოლები. ზოგმა გეგმების დალაგებაც დაიწყო, ვინ ვისთან იჩხუბებდა ქამარზე ილიას წასვლის შემდეგ. თუმცა ამ საუბრებს ილია გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაპოსტა. სხვა წონაში გადასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მე მეკუთვნის. და ამ თემაზე UFC-ს ჯერ არ მიმართავს. შეწყვიტეთ ზეიმი, რადგან არსად წასვლას არ ვაპირებ. მე უკვე დავიფყარი ეს დივიზიონი და იმავეს გაკეთებას ვაპირებ შემდეგ წონაშიც. მინდა მსუბუქ წონის დივიზიონში ავიდე და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იანვარში ჩხუბობს და აპრილში ან მაისში ოქტაგონზე გასასვლელად სად არ იქნება, სურს ნომერ 1 პრეტენდენტთან ვიბრძოლო, რომელიც ჩარლზ ოლივეირაა. ამასობაში UFC-ს ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ილია თოფურიას დაცინოს განაგრძობს. ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ელ მატადორი ვერასდროს გაბედავს იმას, რაც მან გააკეთა. კონორმა გაიხსენა, რომ 2016 წელს ქვემსუბუქი წონის დივიზიონიდან ნახევრად საშუალოში ავიდა და ნეით დიასთან იჩხუბა. ამის შემდეგ X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირლანდიელს კითხა: ილია, ოდესმე მსგავს რამეს იზავს თუ არა? არასდროს, მას კნუტის კვერცხები აქვს. განაცხადა მაკგრეგორმა თოფურიაზე. შეგახსენეთ, რომ მაკგრეგორმა ბოლოს UFC-ში 2021 წელს იასპარეზა და დასტინ პორიესთან წააგო. კონორი მაიკ ჩენდლერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ორთაბრძოლაც არ გაიმართა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოძულე ყავს ილიას UFC-ში, მაინც არიან ლეგენდარული მებრძოლები, რომლებიც ილიაზე დადებითად საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი TJ Dillashaw-ა. ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ილია თოფურია UFC-ს საუკეთესო მებრძოლია. არის თუ არა ჯონ ჯონსზე მაღლა? რეზიუმის მხრივ არა, მაგრამ საბრძოლო უნარების კუთხით მასზე წინ იმყოფება. როგორ ვეჩხუბებოდი თოფურიას? ძალიან რთული ორთაბრძოლა იქნებოდა. გამოიყენებდი იმას, რასაც ვიმედოვნებდი, რომ ჰოლოვეი გამოიყენებდა და სხვადასხვა კუთხიდან შევუტევდი. მის წინ არასდროს გავჩერდებოდი. თოფურია ძალიან სწრაფია და მაგარი კრივი აქვს. სწორედ ამიტომ ვეცდებოდი მის გვერდით გავსულიყავი და დგომი შემეცვალა. ფეხი დარტყმებს უფრო ხშირად გამოიყენებდი და ჭიდაობაშიც გავაკეთებდი აქცენტს. ვფიქრობ, ილია სტრაიკინგი მის გრეპლინგზე უკეთესია, მაგრამ მისი გრეპლინგიც ძალიან მაღალი დონისაა. ამასობაში თანდათან გვიახლოვდება მირაბ დვალიშვილის სატიტულო დაცვა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, რომელიც 19 იანვარს გაიმართება.
როგორც უკვე ნახავდით, მათ შორის ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ერთი შეხედვით შეიძლება ბევრმა თქვენგანმა თქვას, უმარი მერაბის ნერვებზე ძალიან მოქმედებს. მე პირადად ამას ვერც უარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან ეს ყველაფერი თრეშ-თოქი და ერთმანეთის ლანცხვაა, მე ბრძოლის გაპიარება მგონია. მერაბის და უმარის სიტუაციაზე ალბათ საუკეთესო დასკვნა თავად უმარის მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა გამოიტანა. აი რას ამბობს ის. მერაბს უმარის არ ეშინია, დვალიშვილს არავის ეშინია. არ იდევდა თუ არა ნურმაგომედოვთან ორთა ბრძოლას თავს, რა თქმა უნდა, ამბობდა კიდეც, უმართან არ ვიჩხუბებ, რადგან არ დავამსახურებიაო, მაგრამ უმარი არ წყვეტს, რას იმსახურებს, UFC აკეთებს არჩევანს. ლას-ვეგასში მდებარე სფეროში მერაბმა სწორედ ამიტომ იჩხუბა. UFC მოთხრა შემდეგი ხარო და ომალისთან სადიდულო ბრძოლა მიიღო. წარმოდგენა არ მაქვს ნამდვილი მიზეზი რა არის, რის გამოც დვალიშვილი ოქტაგონზე გასვლაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ შიში არაფერ შუაშია. პირადად მე ვთვლი, რომ უმარისთვის ეს ყველაზე რთული გამოცდა, რაც კი უთის მე ჰქონია. 5 უმძიმესი რაუნდისთვის ვემზადებით. დვალიშვილს შეუძლია 10 რაუნდი იჩხუბოს და მზად უნდა ვიყოთ ტემპისთვის, რომელსაც მერაბი შემოგთავაზებს. დვალიშვილი არ ჩერდება და ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. მერაბი ყველგან სახიფათოა, სტრაიკინგსა და პარტერში უმარი ოდნავ უკეთესია, მაგრამ ჭიდაობაში უპირატესობა დვალიშვილს აქვს. ეს ჩხუბი რთულად მეჩვენება, რადგან მერაბს საოცარი კარდიო და ჩემპიონის გული აქვს. ნახეთ რა ხალხი და უმარცხებია და შონომალი ჩვეულებრივ მებრძოლა წარმოაჩინა, ასე რომ მერაბის სათანადო დარდაფასება სისულელე იქნება და ეს ბიჭი ჩვენი ურთულესი გამოწვევაა. ამ ჩხუბზე ისაუბრა ერთ-ერთმა მერაბის წონის მებრძოლმა კორი სენთეგენმა და სიმართლე გითხრათ, ამ ინტერვიუმდე კორი ჭკვიანი ადამიანი მეგონა. მოусმინეთ რას ამბობს მერაბისა და უმარის დაპირისპირებაზე. ფიქრობ უმარი გაიმარჯვებს, ვერ ვხედავ ვერაფერს, რის წყალობითაც მერაბს მოგება შეუძლია. დვალიშვილი ნურმაგომედოვს სტრაიკინგში ვერ აყვება და არ გონია მისი პარტერში გადაყვანა და გაკონტროლება გამოუვიდეს, როგორც მაგალითად ეს შონომალისთან და სხვა მეტოქესთან გააკეთა. ვერ ხედავ გზას, რომელიც მერაბს წარმატებას მოუტანს. უმარი თევკ და უნების ძელობის წინააღმდეგ თავს კარგად დაიცავს და ორთაბრძოლას პარტერში არ გადაიყვანს. უმარი ნამდვილი სნაიპერია. ხალხი ვერ ხვდება ნურმაგომედოვი როგორც სწრაფი და რამდენად კარგად ნიხბობს ფეხით განხორციელებულ დარტყმებს. მერაბთან ჩხუბი მისთვის მშვენიერი შანსია, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინოს. დვალიშვილი ბოლო პერიოდში ბინძურს საუბრებს არ ერიდება და მან საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. მერაბი სულელურად იქცევა. MMA-ის ფანებს სურთ იხილონ მებრძოლები, რომლებსაც არავისთან ჩხუბის ეშინიათ და მზად არიან თავიანთი სიცოცხლე სასწორზე დადონ. ფანებს უნდა ჩვენგან შთაგონება მიიღონ და მსგავს ვერაფერს იზავს მებრძოლი, რომელიც ამბობს, არა ამ ბიჭთან ჩხუბი არ მინდა და მსურს შევხვდე მებრძოლს, რომელიც უკვე დამარცხებული მყავს. ფანები სულელები არ არიან, ისინი ყველაფერს ხვდებიან. უამრავი მithქმა მოთქმა ამ ბრძოლაზე, თუმცა ჩემი აზრით მერაბმა ჰელონის ინტერვიუში საკმარისად განმარტა ყველასთვის თუ რაც ხდება მათ შორის სინამდვილეში. როგორც კი ვთქვი, რომ თებერვალში მინდოდა ჩხუბი, უმარმა დაიწყო ლაპარაკი. თითქოს მასთან ორთა ბრძოლას თავს ვარ იდევდი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მან ჩემი მისამართით უამრავი ცუდი სიტყვა თქვა. შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ რა განცხადებები გააკეთა. უმარმა იქსის საკუთარ გვერდზე შეურაცხყოფა მომაყენა და როცა შევხვდი ვკითხე, ასე რატომ მოიქეთ სიტყვა? მითხრა, ასე მინდოდა, რამე პრობლემა გაქვს? 20 წუთის შემდეგ ნურმაგომედოვს განსხვავებული ქცევები ჰქონდა და პრესკონფერენციაზე მოიტყუა. თითქოს ჩემი მიმართ, ჩემი ქვეყნის მიმართ და ჩემი ხალხის მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამოუჩენია. ის მატყუარა და ნეხვის გროვაა. კაცები ასე არ იქცევიან. ადრე ამ ბიჭს შევხვდი და უთხარი, ერთ დღეს აუცილებლად ვიჩხუბებთ მეთქი. მან კი სოციალურ ქსელში ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო. არ მინდა UFC-ის პრობლემები შეუქმნა და უმარი ჩხუბამდე ვცემო, რადგან ეს თავის გასამართლებელ მიზეზს მისცემს და შეიძლება ბრძოლასაც ჩაეხსნას. სამაგიეროდ არის შანსი ორთა ბრძოლის შემდეგ სახეში მოხვდეს, რადგან ოქტაგონზე რაც ხდება, სპორტია და არა ნამდვილი ჩხუბი. თუ უმარი ბოდის არ მომიხდის, სახეში მოხვდება. დაღესტანში ჩასვლაც რომ მომიწიოს, წავალ. დაღესტანი და დაღესტანი ხალხი მიყვარს. დაღესტანელი მეგობრებიც ყავს და ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ უმარმა შეცდომა დაუშვა და ამაზე კარგი პასუხი უნდა ააგოს. ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ კარგი ადამიანი არ არის. ამ ბრძოლის წინ მერაბის გარშემო ნამდვილად ძალიან საშიში ხალხი შეგროვდა. თავად ნახეთ. და ბოლოს სოდახნის წინ არმანმა, რომელიც მერაბის ჩხუბის შემდეგ უმარის ახლობელ ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება, თქვა, რომ როცა მერაბი და ის ბრძოლას მოიგებდნენ, ქართულ ცეკვას ერთად იცეკვებდნენ.
რადგან თავად არმანით საქართველოში დაბადებული სომეხია, ხოლო მერაბმა თავის სოციქსელში ვიდეო დადო, თუ როგორი იქნება ეს ცეკვა. ეს უნდა ნახოთ. მე კიდე ცოტა ხნით გეშვიდობებით. მალე დავბრუნდებით უფრო საინტერესო სიახლეებით. შემდეგ შეხვედრამდე.